კორუფცია არსებობს საქართველოში დღეს თქვენი საზრით? როგორ არა. დღეს უარსებობს. მაგრამ დღეს მაგალითად ხუთ კაცაა ყველაფერი ჩაგდებული და აკეთებს იმას, რაც ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ უბრალოდ ეს არის რომ ხმას ვერავინ ვერ იღებს. აი თქვენ რას ფიქრობთ, კორუფცია არსებობს საქართველოში? აი მე ჩამაგდეთ უხერხულადზე ხოთქა. დღეს არსებობს კორუფცია? ჩემი საზრით კი. აი გაგიგიათ ელიტარული კორუფცია ესე ტერმინი? აი შეგიძლიათ განსაზღვროთ რას ნიშნავს? ალბათ მაღალ ეშელონებში დასაქმებული ხალხის არაკეთილსინდისიერ ქმედებას. პოლიტიკური ელიტა არის აქ შეკრებილი დღეს. თუ თქვი ამბობთ ას, მოდით თქვით ბ. ვინ არის ელიტარულ კორუფციაში შარეული? აი ამ ხალხში ვინც არის წარმოდგენილი. მე მართლა მაინტერესებს. იმიტომ რომ მე სხვანაირად ამ ბრალდებას უბრალოდ ვერ მივიღებ. თხოვთ. არა ვის დაიჭერს გასაგებ მე აი ეგერ არის ელიტა არის აგერ. ვინ ელიტური კორუფციას კი არის აგერ. თუ კატა არის ოთახში დავიჭიროთ, ხო? აბნელი ოთახი არ არის, მეგონა განათებულია თეთრი საქართველოს გუგურებს. რა არის ელიტარული კორუფცია? რა დონეზე არის ჩვენთან ელიტარული კორუფცია და რა იყო მაგალითად წინა პერიოდში, დღეს რა ხდება და როგორ არის? ჩემ მოსაზრებებს მოგახსენებთ კორუფციის, მათ შორის ელიტური კორუფციის შესახებ. ამას დიდი ისტორია აქვს ეხლა ჩრდილოვან ეკონომიკას და მასში თუ უმაღლესი დონის სახელმწიფო მოხელეები არ არიან ჩართული, ისი არ ხორციელდება. შევარდნაძის პერიოდში ჩრდილოვანი ეკონომიკა 90-95%-ის ფარგლებში იყო, თითქმის ყველაფერი ჩრდილში იყო მოქცეული. ეხლა დაახლოებით 65%-ის ფარგლებშია. შეიძლება 5%-ით მეტი ან 5%-ით ნაკლები. კერძოდ ავსტრიელი ცნობილი ექსპერტია გვარა შნაიდერი იცვლის, რომ საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკა მსოფლიოში ყველაზე მაღალია და კერძოდ 72%-ს ადასტურებს. 2004-2012 წლებში საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო პროდუქციის ბრუნვამ ამერიკის მონაცემებით შეადგინა 4 მილიარდ 316.9 მილიონი დოლარი. საქართველოს მონაცემებით 2 მილიარდ 418.2 მილიონი დოლარი. დაფარული შემოსავლები შეადგენს 46%, მილიარდ 898.7 მილიონ დოლარს. 2004-2012 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტი ამერიკის მონაცემებით შეადგენდა 3 მილიარდ 59.3 მილიონ დოლარს. საქართველოს მონაცემებით მილიარდ 662.4 მილიონ დოლარს. დაფარული შემოსავალი შეადგენს 45.5%, მილიარდ 326.9 მილიონ დოლარს. 2004-2012 წლებში საქართველოს ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკის მონაცემებით შეადგენს მილიარდ 267.6 მილიონ დოლარს. საქართველოს მონაცემებით 755.8 მილიონ დოლარს. დაფარული შემოსავლები შეადგენს 40.4%, 511.8 მილიონ დოლარს. აი ორი პროდუქციას გაჩვენებთ ახლა. ერთი არის ექსპორტირებული თევზი ამერიკიდან, სადაც 5.548.000 დოლარის წამოვიდა და თითქმის 5 მილიონი დოლარის აღრიცხული იქნა. აქ დამალული იქნა მხოლოდ 10%. დანარჩენი დაფიქსირდა. თითქმის 100% დაფიქსირდა ცხოველების საკვები პროდუქტები რო იყიდება, სპეციალური გრანულები რო არის, ძაღლის და კატის საჭმელები, კერძოდ 4.778.000 დოლარის წამოვიდა ამერიკიდან და თითქმის იგივე რაოდენობა 4.771.000 დოლარი. ელიტის წარმომადგენლები ამ პროდუქციის შემოტანაში ჩართული არ არიან და ამიტომ დაფიქსირდა ეგ სიტუაცია და არსებობს ასეთი ორგანიზაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი არასამთავრობო ორგანიზაცია და რომელსაც ამერიკელები ხელმძღვანელობენ. და მათ აგვისტოს დასაწყისში, ეხლა 3 აგვისტოს შეისწავლეს ბულგარეთიდან და იტალიიდან ნავთობპროდუქტების შემოდინება საქართველოში. 2009-2011 წლებში იტალიიდან ბენზინის იმპორტი საქართველოში იტალიის მონაცემებით შეადგენს 114 მილიონლიტრს. საქართველოს მონაცემებით 63.6 მილიონ ליטרს. დაფარული შემოსავლები შეადგენს 27.4%, 50.4 მილიონ ליטרს. 2009-2011 წლებში ბულგარეთიდან ბენზინის იმპორტი საქართველოში ბულგარეთის მონაცემებით შეადგენს 747.5 მილიონ ליטרს. საქართველოს მონაცემებით 318.2 მილიონ ליטრს.
დაფარული შემოსავლები შეადგენს 32.9%-ს, 429.3 მილიონ litrს. დაფარული შემოსავლების მხრივ საქართველოში განხორციელებულ იმპორტ-ექსპორტში ანალოგიური მდგომარეობაა ყველა ძირითად პროდუქციას. აი ეს არის მძიმე სურათი, რითაც თქვათ ამ საერთაშორისო გამჭვირვალობამ ხელი შეგვიწყო, რომ ჩვენი მონაცემები ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოტანილი პროდუქციის შესახებ 100%-ით დაედასურებინ. გამრიცხვნეთ ეს თუ მთელი ევროპის მასშტაბით გაკეთდება, კიდევ უფრო მძიმე სურათს მივიღებ. მისაწვდომი უნდა იყოს ეს კვლევები ნებისმიერი მოქალაქისთვის საქართველოში. და თუ ეს მისაწვდომი იქნება, დამერწმუნეთ, სამოქალაქო საზოგადოება შეიქმნება და თუ სამოქალაქო საზოგადოება დაიწყებს ამის კვლევებს და კონტროლს ქვეყნის უმაღლესი ჩინოვნიკების მიმართ, რა, იქ ელიტარული კორუფციაც მოისპობა. იმიტომ რომ ელიტური კორუფციის მოსპობის გარეშე ქვეყანა ვერ აშენდება, უბრალოდ წინ ვერ წავალ. მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს და ქვეყანა უნდა დაინტერესდეს პირველ რიგში, თვითონ იმ ელიტაში თუ ვინმე არის წესიერი და ისეთი პიროვნება, ვისაც ქვეყნის ბედი აინტერესებს და სახელმწიფოებრივად აზროვნებს, უნდა დაინტერესდნენ ამ მონაცემებით. იმიტომ რომ ეს მონაცემები დამატებით, რა თქმა უნდა, დამატებით ქვეყანაში შემოიტანს მილიარდობით დოლარს და ლარს. სააკაშოც რომ მოესწრო ელიტური კორუფცია, გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო. და ამის ნახვა შეგვიძლია ჩვენ თუ შევადარებთ ჩვენ ცხოვრების დონეს, ან ჩვენთან ხელფასებს, თუ გინდათ პენსიებს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან. ამ დიაგრამებიდან გამომდინარე, ბატონო დავით, მე მინდა შეკითხვა დაუსვა. საქართველოს მთავრობას, მის პრეზიდენტს, რატო არის საქართველოში ყველაზე დაბალი სტაჟის მიხედვით დანამატი, ანუ $6 და რაც მთავარია, როგორ გვინდა ჩვენ დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. იქ როგორ მოინდომებს გალში მაცხოვრებელი საქართველოს ყოფილი მოქალაქე, როცა გახდა ეხლა აფხაზეთის მოქალაქე. იქ პენსია სტაჟის მიხედვით თუნდაც ერთი თვე კონდეს ნამუშევარი, აქვს $350, ჩვენთან აქვს $66. ანუ 5.5-ჯერ მეტი აქვს აფხაზეთში და სამაჩაბლოში. ჩვენ კი არ მივარ აფხაზებთან. რუსებს ვერ გადავხდებით თავზე. აფხაზები მოვლენ ჩვენთან. ჩვენ განვითარებულ წარმატებულ ქვეყანაში. კომუნალური გადასახადები რატო არის იქ უფრო დაბალი, ვიდრე ჩვენთან? ან მასწავლებლების ხელფასი რატო არის იქ უფრო მაღალი, ვიდრე ჩვენთან? თუ დავამარცხეთ კორუფცია, ეს სარგებელი ხალხმა რატო არ ნახა 9 წლის განმავლობაში? თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ ცხოვრობენ დღეს სახელმწიფო მოხელეები? მაგარი აუდიტორები არიან ისეთი რომ იყო. აი რა. არის საქართველოს კორუფცია თუ არა? ასწორად საქართველოში არის გაბატონებული ელიტური კორუფცია. და კლასიკური მაგალითი ელიტური კორუფციის სწორედ ეს არის, რომ ქვედაფენერს ეგზალებათ კორუფციაში მონაწილეობა და ეს მხოლოდ პოლიტიკური ელიტის ექსკლუზიური უფლება იყოს კორუმპირებული. თუმცა შევარდნაძის პერიოდის შემდგომ კორუფციის მასშტაბები და მოცულობა გაორმაგდა და გასამაგდა, მაგრამ მასში მონაწილეობის უფლება მხოლოდ პოლიტიკურ ელიტას აქვს, პრეზიდენტს და მის გარემოცვალს. მაგალითად ბიზნესში საქართველოში არც ერთი ბიზნესის არც ერთი დარგში არ არსებობს თავისუფალი კონკურენცია და ყველა დარგი არის მონოპოლიზებული. და ზემოდან ქვემოთ დაყოლებით თქვენ ხალხს. ეხლა უყურეთ თქვენ ხალხს ქვემოდან ზემით, მოწიწებით. კეთილინებენ და პატივეზით თქვენ ხალხს. რომელსაც ამდენი 10 წლეული და 100 წლეული ფეხებზე იკიდებდით. ეს არის განსხვავება ჩვენ ფსიქოლოგიასა და თქვენ ბატონყმურ ფეოდალურ მენტალიტეტს შორის. ფეოდალები საქართველოში ვეღარასდროს ვერ გადაბრუნდებიან. ბატონყმობა საქართველოში ვეღარასდროს ვერ გადაბრუნდება. ყველა დარგს მეთაურობს და სათავეში უდგას პრეზიდენტის მიერ ხელდასმული და ნებადართული კლანის მეთაური, კონკრეტული ბანდიტი, რომელიც ასე იგი სპეკულაციურია. სარგებლობს რა მონოპოლისტური ხელოვნად შექმნილი მონოპოლისტური მდგომარეობით, სპეკულაციურ ფასებს აწესებს, ზრდის ფასებს და ასე იგი უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს მოსახლეობას. გარდა ამისა, მონოპოლიები კლავენ კონკურენციას და იხურება წარმოებები და ხალხი კარგავს სამუშაო ადგილებს, მერე ისინი მათ ჰქონდათ აღებული კრედიტები და მათი ოჯახები და სახკარი და ქონება აქვს დაყადაღებული ბანკების და შესაბამისად ამა ყველაფერმა შექმნა ძალიან მძიმე მდგომარეობა. ადამიანებს არ აქვს სამუშაო ადგილი. ეს არის მთავარი. რა თქმა უნდა, მთავარი დღეს ეს არის, უმეტესობა არის უმუშევარი და ხალხმა აღარ იცის, აი გეუნებით არიან პროფესორი, მასწავლებლები, რომლებიც
ზიანი ისეთ ადგილებში პლასმასების ბოთლებს, რკინის ბურჯომის ბოთლებს აგროვებენ, ნაგავში იქექებიან აი ამ სიტყვის მნიშვნელობით და ოღონდ მიიტანონ რაღაცა გაყიდონ, რომ რაღაცა კაპიკებს აძლევენ და ეს კაპიკებით მერე პური იყიდოს შაქარი, რომ მიიტანოს ოჯახში. ყველა მაღალი თანამდებობის პირს აქვს თავისი ბიზნესები, თავისი სფერო, დარგი, არა მარტო რაღაც კონკრეტული ერთი ბიზნესი, არამედ დარგი. მაგალითად, ვიღაც სახელმწიფო მეღვინეობას პირობითად განათლების სისტემაში სულ ორი მონოპოლია შექმნილი, ეს არის ბენდუკიძე და პრეზიდენტის დედა, რომლებსაც აქვს ეს ორი მონოპოლისტური გაერთიანება შექმნილი და დაწესებული აქვს მონოპოლისტური ფასები და რეალურად ახალგაზრდებს დაკარგული აქვს უფლება აქვს წართმეული მიიღონ ხარისხიანი განათლება იაფად ან უფასო. ფარმაცევტიკულ ბიზნესში თქვენ ხედავთ, რომ სამი ძირითადი კომპანია ოპერირებს, სადაზღვევო ბიზნესში ასევე სამი ძირითადი კომპანია ოპერირებს და მოდი შევხედოთ როგორი მდგომარეობა სამედიცინო დარგში. ჩვენ ხედავთ, რომ ერთი და იგივე კომპანია არის ასე იგი ფარმაცევტიკული პროდუქციის იმპორტიორის, აქ წარმოებელის, მე მისი დისტრიბუტორის, ანუ საფთიაქო ქსელის ფლობელის, იგივე კომპანია არის ჰოსპიტალური სექტორის, ანუ საავადმყოფოების ფლობელის და იგივე კომპანია არის სამედიცინო დარგში სადაზღვევო ბიზნესის ფლობელი. სულ სამი კომპანია არის, რომელიც ოპერირებს ამ ბაზარზე და ასევე ადგილი აქვს კარტელულ შეთანხმებას, მათ შორის როგორც ყველგან სხვაგან და დაწესებული აქვს ესეთი მაღალი სპეკულაციური მივიტყოდი ფასები. კარტელულ შეთანხმებას აქვს ადგილი ასევე ბენზინის ბიზნესში და დედამიწის ზურგზე ყველაზე მაღალი ფასნამატი ბენზინზე არის საქართველოში. ეს თქვენ ხართ ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი საქართველოში. თქვენ ფლობ და აკონტროლებ ნუყვირი ხართ. აკონტროლებ ნავთობის და ოქროს საბადოებს და საქართველოს თითქმის ყველა წიაღისეულ სიმდიდრეებს. კლიენტად აკონტროლებს საწვავის ბიზნესს, სარეკლამო ბიზნესს, ფლოტ მედია მაგნატ ტელეკომპანია რუსტავიოს, რომელიც თქვენს კლასელზე გაქვს გაფორმებული. თქვენი მამა არის საქართველოში ყველა ბალნეოლოგიური კურორტის ფლობელი, ხოლო თქვენი დედის საკუთრებაშია უმსხვილესი ბიზნესი, უმაღლესი განათლების სფეროში. ამის შემდგომ ჩვენ გქონდა პრეზენტაციები, გამოაქვეყნა სადაც პირდაპირ 187 გვერდი არის დოკუმენტური მტკიცებულება, სადაც პრეზიდენტი არის ხილებული ელიტურ კორუფციას, სახელმწიფო ქონების მითვისებაში, ნეპოტიზმში, პროტექციონიზმში, უკანონო შემოსავლებში, თამის აღებაში, რომელიც არა აქვს დეკლარირებული 1,100,000 ვამტკიცებ ჩვენ და შეიძლება მილიარდია კიდე აღებული, მაგრამ მტკიცებულებად ეს 1,100,000 მგონი საკმარისია იმისთვის, რომ პასუხი აგოს პრეზიდენტმა დაუსაბუთებელ ქონებაში. ანუ პრეზიდენტის შემოსავლები ვერ უზრუნველყოფდა, აღმოჩნდა ვერ უზრუნველყოფდა იმ ქონებასაც კი, რაც ჩვენ მას ოფიციალურად აღმოუჩენთ. ყველაზე აუცილებელი თქვენს აზრით რა არის, რომ რა უნდა გაკეთდეს? უნდა სამართალი უნდა დამყარდეს ქვეყანაში და უნდა იყოს სამუშაო ადგილები. სამართალი თუ არ დამყარდა ქვეყანაში არაფერი არ გამოვა ეს. მიუხედავად იმისა, რომ როგორც კი საჯარო ბრალდება გაისმა პრეზიდენტის წინააღმდეგ იქვე დარბაზში, მეორე დღესვე პროკურატურა ვალდებული იყო დამკავშირებოდა და ჩემგან გამოეთხოვა მასალები. სახელმწიფო მოხელეები ჩვენთან დიდრები არიან თუ ღარიბები თუ ნორმალურად ცხოვრობენ? აი, რა თქმა უნდა, კარგად ცხოვრობენ. ძალიან კარგად ცხოვრობენ. თუ აი რის გამო არის? ყველაფერი. დაბალი ხელფასები რო არ აქვთ, თქვენც იცით მე მგონი და ჩვენც ვიცით, ხო? უსამართლოდ მაღალი ხელფასები აქვთ. და პლუს კიდე ამ ხელფასის გარდა პრემიები, ბიზნესი და ასე შემდეგ. ერთადერთი გზა ელიტური კორუფციის დამარცხების, შესაბამისად მონოპოლიების დამარცხების, სპეკულაციური ფასების დამარცხების, ანუ თავისუფალი ბიზნესის შექმნის, თავისუფალი განათლების სისტემის შექმნის, თავისუფალი სასამართლოს, თავისუფალი მედიის და ზოგადად თავისუფლების შექმნის, ეს არის აი ამ კორუმპირებული რეჟიმის დამარცხება აი ამ საპარლამენტო არჩევნებში. თქვენ იმედი გააქვთ რა? აი არჩევნების მერე მაქვს იმედი რა. თუ მაგალითად ის გაიმარჯვებს ის ძალა, რომელიც ხალხისთვის არის, ხალხისთვის შრომობს, ხალხისთვის ფიქრობს. მე მგონია, რომ ესენი არ მგონია, რომ ამათმა ხალხს რამე გაუკეთო. ეს უბრალოდ მოჩვენებითი რაღაცა არის, რომ აი ეხლა რა, მეტი სარგებელი ხალხს რაღაცას. ეს ბლეფია. მათთვის ვინ ჩასაფრებულები დაუთხარ. ამ რუბრიკას ჩასაფრებულები დავარქვა. ვინ არიან ჩასაფრებულები? ასეთ ერვებს რომ უშლიან ხელისუფლებას.
მე მგონია იმ გაგებით, რასაც ხელისუფლება გულისხმობს, ჩასაფრებულები და პროვოკატორები ნამდვილი მოქალაქეები არიან. შეიძლება ითქვას, ჩასაფრებულები იყვნენ ილია, აკაკი, ვაჟა, ყოველი ადამიანი, ვისაც გულის ესტყივათ საკუთარ სამშობლოზე. მე მგონია, ჩასაფრებული უნდა იყოს ყოველი ნამდვილი მოქალაქე, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს და მისი მოხელეების ქმედებებს. ამიტომ მოდით ჩვენ ჩასაფრებულის პოზიციიდან დავიწყოთ ჩვენი სიუჟეტი. სახელმწიფო მოხელეები დიდრები არიან, საშუალო დონის თუ ღარიბები. თქვენ როგორ ფიქრობთ? უმეტესად დიდრები არიან, მე მგონი, იმიტომ რომ მე მგონი ჩვენ ზოგადად ცხოვრობენ. აი რითი არის განპირობებული? რაღაცას ახერხებენ, წარმოხერხებული ხალხი არის. მიდივალ ლევან ვარშალობიძესთან სახში, სად არის ლევანი? ხოდა, აი გითხრა. ამ კაცმა რაც ჩამოდივალ ერთი და იგივე ხის ქოხში ცხოვრობს ბეშუმში და ბათუმში ცხოვრობს, როცა როგორც ვიცნობდი როგორ სტუდენტი. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ ცხოვრობენ დღეს სახელმწიფო მოხელეები? არის დიდი ნაწილი დიდრად. არა შესაბამისად დღევანდელი ცხოვრების. ეს რისგან არის განპირობებული? ხელფასების გამოა, ბიზნესის გამოა თუ უბრალოდ თავიანთი მდგომარეობის გამო? ალბათ ყველაფერი კომპლექსურად ერთად არის რა. იქ ბიზნესებშიც არიან, იქ თავიანთი კერძო საქმეებსაც და სახელმწიფო საქმეებს ალბათ ნაკლებად აკეთებენ, ვიდრე უფრო თავზე არიან დაკავებულები და თავის საქმეს აკეთებენ. ვალო მერაბიშვილი, როგორი გაღლეტილიც იყო, როცა გავიცანი, როცა დადიო, როცა მამამისის კამაზით იყო თელი მათი ოჯახი შემოსავალი. მე ჭვიბად ისეთივე გაღლეტილია დღეს. მინდა მთავრობა, რომელსაც ეყარება თავისი სამშობლო, თავისი ხალხი ეყარება და ყველა იქნება ეყოლება დაფასებული რა, დაწყებული პატარა ბავშვიდან, ხო? დამთავრებული, ასე ყოველ ადამიანამდე, ხო? არ შეიძლება ესე რა, არ შეიძლება რა. ზურაბადეიშვილზე იმიტომ ლაპარაკობ, რომ ამას წინათ რაღაც რადიკალური ელემენტები თბილისში ახსავსე იმის სურვილით, რომ დაემტკიცებიათ, როგორი კორუმპირებულია თურმე საქართველოს მთავრობა, გადაწყვიტეს მიტინგი გაემართა ზურაბადეიშვილის სახთან ყვარელში. ყველა ერთად დაირაზმენ, ჩავიდნენ და რა თქმა უნდა, და ოღონდ ვერ იპოვეს სახლი, რატო? იმიტომ რომ ეძებდნენ ყველაზე მდიდრად და დიდ სახლს ყვარელში და რა სახლიც აქ ჩოვლები მოგზაურებული სახლი. მე რა მამამისის მეურნეობის დირექტორი იყო, არც მაშინ არ უკეთებია ფული და შვილიც ესე გაზარდა. მე მინდა თქვენი თანაგუნდელების სახლების ფოტოები გაჩვენოთ. დავიწყოთ თქვენი პირველი მინისტრისგან, ბატონი ივანე მერაბიშვილისგან, ეს მისი სახლია. ეს ბატონო მიხეილ ბენზინის მაგნატის ყოფილი მინისტრის, თქვენი მეგობრის დავით კეზერაშვილის სახლია. ვისი სახლია? ეს არის ხელისუფლების ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის უდესიანის, გია უდესიანის სახლი, სასახლე, უბრალოდ სახლი ამას მე მგონი არ ეთქმის. სპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი იყო. ამ ადამიანს რაღაცნაირად ეს დაევალა ამ ზონდერ ჯგუფების გაკეთება და ეს ბატონი უდესიანი აკეთებს ამ ზონდერ ჯგუფებს. ამ ადამიანს, აი ამ სასახლის პატრონს ადამიანები ჩუქნიან ყველაფერს რაც აბადია. აი მაგალითად კუსტბა ერჩვენიერ დღეს რამოდენიმე მისმა მეპატრონემ მთელი მათი წილები რაც მათ ჰქონდათ ბატონ უდესიანს აჩუქეს. ასევე ერჩვენიერ დღეს უდესიანს აჩუქეს იპოდრომი, უდესიანს აჩუქეს კომპანია იოლი, საამგორი და ან კომპანიებში წილებს და ეს რაღაცებს ჩუქნი. უდესიანის ქონება დღეს ამ სახლით არ შემოიფარგლება. მთლიანობაში შეიძლება ათობით მილიონი დოლარითაც განისაზღვროს მისი ქონება, რასაც ის ფლობს. აი კორუფცია აღარ არის ესე იძახიანად. თქვენ როგორ კორუფცია აღარ არის მე და შენ შორის, თორე მაგათთან არის აბა რანაირად შევიდნენ ეგენი დილქის. დაჩევსაც იშენებენ ყველაფერი და აუთ, ფული აქვს. მთლიანად ბეჟუაშვილების ოჯახი არის კორუფციის რაღაც სახელმძღვანელო პრინციპად შესატანი, ესეც ასევე მიმაჩნია გაცილებით უფრო დიდი მასშტაბების მქონე კორუმპირებული ოჯახია. მათ ეკუთვნით ლამის ნახევარი საქართველო და ეს ყველაფერი მათაც შეძლეს იმით, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან და ამ ხელისუფლებასთან არიან ჭიდროდ დაკავშირებული. მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა ეს ყოველდღიურად
ყოველდღიურად რაღაც ახალ-ახალი კომპანიებით, ახალ-ახალი ბიზნესებით და უამრავი მილიონებით იუსებით. როდესაც რაღაც ქონების წართმევა ხდება ვიღაცაზე, მთელი სახელმწიფო რესურსი და მანქანა ირთვება. მორიგი უდესიანის ან ვიღაც ეგეთი ადამიანის ან ბეჟუაშვილის ან ვიღაცის ქონების ხაზინის შევსება, როდესაც ხდება და ამაში ცხადია მონაწილეობენ დაწყებული პოლიციელით, რომელიც აკავებს და იჭერს იმ ადამიანს, ვისაც შემდეგ ხდება ტერორი და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გამომძიებლით დაწყებული ყველა ამ კორუფციულ სქემაში არის ჩართული, ცხადია. თუმცა აი ესეთი სასახლეების აშენების უფლება, როგორც უდესიანს აქვს, როგორც აქვს ბეჟუაშვილებს და სხვა, ესეთი უფლებით მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი სარგებლობს ამ ხელისუფლებაში. კეთესი დამოკიდებულება ელემენტარულად პატივისცემის დამოკიდებულება ადამიანებს შორის, ხო? არ შეიძლება მთავრობამ სულ რაღაცა თავში გირტყას რაღაცეები და გარგაჩერდები დაგიჭერ. არ გააკეთებ ამას? ნუ მაშინ ნარკოტიკს ჩაგიდებ, ნუ რაღაცას გაგიკეთებ, რატო რა დაუშავეთ ამის უბრალოდ რა მინდა, იცით? აი მე მარტო ის კი არა რომ ადამიანი ვარ, პიროვნება მინდა ჩემში დაინახოთ და მეც მინდა სხვაშიც და იმათმაც მინდა ჩემში ადამიანებს პიროვნება დაინახონ, ხო? და ყოველი ადამიანი რომელიც წარმოადგენს პიროვნებას, ხო? პატივისცემა უნდა, სიყვარული უნდა, სიტყვა უნდა დაუფასდეს ყველაფერი. რა არის მთავარი პრობლემა ეს მოქალაქისთვის საქართველოში? მთავარი ალბათ უსამართლობა არის ყველგან. უფრო სასამართლოს არათავისუფალი ქმედებები. რა ჩამოვდით? მაგრამ მოდით ახლა ამას მოვაროთ და მე გადავიდეთ ხოთერს. ჩვენ სამართლს უნდა და სამართლიანობას უნდა დაექვემდებარო. რამდენადაც კანონის უზენაესობაზე, როდესაც არის საუბარი, სამართლის უზენაესობა უნდა იყოს. ძალიან ბევრი კანონი, აი რა კარგად დამისვით შეკითხვა. სამართლიანობა და სამართლიანობის უზენაესობა. როგორ უყურებთ რა იმ მომავალ არჩევნებს? ოპტიმისტურად ხართ, განწყობილი თუ პესიმისტურად? რას ფიქრობთ? ოპტიმისტურად თუ არა ადამიანს მომავლის რწმენა არ ქონდა დაღუპულია ის მომავალი და ეს ნერვიულობა და ეს უმუშევრობა ყველაფერზე მერე ფსიქიკურად აღიქმება მათ ჯანმრთელობაზე და ამიტომ პატრიოტ როდესაც უზრუნველყოფილი იქნება ოჯახები, ყველა ბედნიერი იქნება. თავარია რომ საქართველო გადარჩეს, ქართული ხალხი გადარჩეს. ვაი მამულო მეცოდება ჩემი სამშობლო საქართველო ნაკარალი, ნაკორალი, გაგლეჭილი, გამოგლეჭილი, დაჭრილი არცივი ვეფხვი უსულოდ დანარჩებული. იმარხება საქართველო, იმარხება ქრისტეს კუნძული. ღმერთო, შენ მაქსიმები ფეხზე დააყენე ჩემი მამული, მოგვეც განახლების საუთაგონიერე. ახსდებს საქართველო. გაშინიათ ხალხო, ხუთზე კაცი გამოვიდეს და დავიხსნათ მამული.